სწორედ კაცის ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, რაც მართლა უკვდავია. კი ბატონო. ეს არის კლასიკური მუსიკა და კლასიკური მუსიკის შედევრები, საოპერო ხმები, ენიო მორიკონეს უკვდავი კინომუსიკა, ამ შემთხვევაში სიტყვა უკვდავით გამართლებულია. ფესტივალი ღამის სერენადები წელს მსმენელს 7 განსაკუთრებულ და გამორჩეულ კონცერტს შესთავაზებს. გახსნის თარიღი გახლავთ 19 აგვისტო, 19-ში გაიხსნება ბათუმში ეს ფესტივალი და შემდეგ უკვე თბილისში გაგრძელდება საფესტივალო პროგრამა. საქართველოს ეწევა საერთაშორისო სცენის ცნობილი მუსიკოსები და მათი ჩამონათვალი ძალიან გრძელია. მათ შორის არის იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი, ასევე მევიოლინე იუკი სერინო და საყვირის ლეგენდარული ვირტუოზი ნელო სალცა. რა აერთიანებს წლევანდელ მრავალფეროვან პროგრამას და განსაკუთრებული როგორი იქნება მუსიკალური ფესტივალის წლევანდელი გამოშვება, ამ ყველაფერზე ჩვენი სტუმარი ისაუბრებს და იმასაც ვიტყვით, რომ ქალბატონ ლიანა ისაკაძის 80 წლის თავით ემთხვევა ამ ყველაფერს. კი ბატონო, ღამის სერენადების წლევანდელ პროგრამაზე საერთაშორისო ვარსკვლავებზე გამორჩეულ მუსიკალურ პროექტებსა და ფესტივალის მთავარ სიახლეებს ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან, ფესტივალ ღამის სერენადების დირექტორთან ნინა ცაგარელთან. მოგესალმებით პატივცემულო. ყოველთვის გვიხარია თქვენი ნახვა, ძალიან გვიყვარს ეს ფესტივალი, საერთოდ კლასიკურ მუსიკაზე ვგიჟდებით და აუცილებლად პირველი შეკითხვა უნდა დაგისვათ, რომ 7 კონცერტს აერთიანებს ღამის სერენადები და ამ ფესტივალზე და მთავარი კონცეფცია რა არის ამ ფესტივალის და როგორ შეირჩა პროგრამა პირველ რიგში აი ამ შეკითხვას დაგისვათ. მადლობთ. წლევანდელი ფესტივალი ჩვენთვის ძალიან ემოციურია და ამავდროულად პასუხისგებლობით ახსავსე. ლიანა ისაკაძეს 80 წლის იუბილე ჩვენ კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას, რომ გავიხსენოთ არა მხოლოდ მისი შემოქმედება, არამედ ღირებულებები, რომელიც მან დაგვიტოვა. ეს არის თავისუფალი აზროვნება მუსიკალური, ახალგაზრდების მხარდაჭერა და რწმენა, რომ მუსიკა შეუძლია ადამიანების გაერთიანება. აი ამ უნიკალურმა სინთეზმა შექმნა ღამის სერენადები და ის მუხტი, რომელიც თან დაძდევს დღემდე ფესტივალს. წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებულად მრავალფეროვანია, ლიანას უყვარდა ეს მრავალფეროვნება ჟანრების და გავხსნით ტრადიციულად უკვე მეოთხედ ბორჯომში, ბორჯომილიკანის სასტუმროს ტერიტორიაზე, ღიაცის ქვეშ, 19 აგვისტოს. შემდეგ გადავინაცვლებთ ბანთუმში, 3 კონცერტი გვექნება ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში, 21 აგვისტო, ბეატრიჩე ვენეცი, თეატრო კოლონას, ბუენოს-აირესის მთავარი დირიჟორი და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მაესტრა ევროპაში. მინდა აღვნიშნო, რომ 25 წლიდან შარშანდელიდან ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელის გიგა ისაკაძის თხოვნით ის გახდა დირიჟორი, მთავარი დირიჟორი ღამის სერენადების, რაც ძალიან გვეამაყება. სოლისტი იქნება ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი მევიოლინე იაპონელი იუკი სერინო, რომელსაც კრემონას კონკურსში გრან-პრი აქვს მიღებული და შესრულდება მენდელსონის სავიოლინო რემინორული კონცერტი, რომელიც ძალიან უყვარდა ქალბატონ ლიანას და ვირტუოზულად ასრულებდა. სრულდება. კი. შესრულდება ახლა ფესტივალზე. და რა თქმა უნდა ჩვენი საბაზო ორკესტრი, საქართველოს ვირტუოზები და პირველი ვიოლინო შესანიშნავი ლელა მჭედლიძე. კი ბატონო. 23-ში გვექნება პრემიერა საქართველოში. ამ პროექტმა მოიარა მთელი მსოფლიო ანშლაგით. ანდრეს გაბეტა, რომელიც გახლავთ გაბეტა ორკესტრის თავის დასთან ერთად, სოლ გაბეტასთან ერთად დამფუძნებელი, შექმნა პროექტი მარია ბუენოს-აირესიდან გადატვირთვა. ეხლა ეს რას ნიშნავს? ტანგო ნუევოს შემქმნელი ასტორ პიაცოლას მარია ბუენოს-აირესიდან და გაბეტა, რომელიც არის ბაროკოს მუსიკოსი და უკრავს 1726 წლის უნიკალურ გვარნერის ვიოლინოზე, შემოგთავაზებს სინთეზს ბაროკოს კონცერტების, ვივალდის და არიების ტანგოს რიტმებთან. ეს იქნება, მე ვფიქრობ, ექსპერიმენტია. ხო. შემდეგ 25-ში, ну, რა თქმა უნდა, ჩვენ ორკესტრთან ერთად, ხო. 25-ში გვეყოლება მარიო სტეფანო პეტროდარკი და გლორია კამპანერი.
პროექტით, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის შეიქმნა, ტანგო ოპერაციონე. ხო, გლორია ძალიან წარმატებული პიანისტია და მოთხოვნადი იტალიაში, რაზეც მეტყველებს ის, რომ წელს ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე მან დაუკრა იტალიაში და ნუ ესეთ ვარსკვლავური შემადგენლობა გვაქვს და მარიუმ შექმნა ესეთი პროექტი ტანგოს რიტმები საოპერო კლასიკურ ვოკალთან შერწყმაში. ვფიქრობ, რომ ზაფხულის ბათუმს ძალიან მოუხდება ესეთი განწყობა. ასეთი განწყობა ნებისმიერ ქალაქს მოუხდება, რა თქმა და უნდა. თან ზაფხულში. კი ბატონო. თბილისში ვიწყებთ კონცერტების სერიას 16 სექტემბერს. ორი სანდრო გეგეჭკორი და სანდრო ნებიერიძე. ერთად ორი სანდრო ერთ საღამოში. ერთ საღამოში ეს კონცერტი ბიჭებს დიდი ხანია უნდათ რომ დაეგეგმათ, მაგრამ რაღაცნაირად არ იყო მაგის საშუალება და მე ძალიან მიხარია რომ წელს შედგება მათი გამოსვლა ჩვენ ფესტივალზე. რახმანინოვი შოსტაკოვიჩი ნაწარმოებები ორი ფორტეპიანოსთვის და სიურპრიზი სპეციალურად ღამის სერენადებისთვის პირველად არა სანდრო გეგეჭკორი ქმნის სანდრო ნევიერიც უკაცრავად ქმნის ჩვენთვის ნაწარმოებს ლიანას საპატივცემულოდ. ალბათ გახსოვთ რომ ლიანას ჰქონდა ძალიან საინტერესო პროექტი მუსიკოსები ხუმრობენ. ჩვენ წელს ვეცადეთ სანდროს დახმარებით და ჩვენმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიგა ისაკაძემ დაუკვეთა ნაწარმოები მუსიკოსები ხუმრობენ ინსპირაციით. და ვფიქრობ რომ ჯერ თითო სანდრო რასაკეთებენ და მე მგონი დაინგრევა ორი სანდრო დაანგრევს კონსერვატორიის დარბაზს და რა გვეშველება მე ორ დღეში კიდე კონცერტი გვაქვს იქ ჩასატარებელი და რა კონცერტია ორ დღეში ესეც გითხარით ორ დღეში პირველად ჩვენ თანამშრომლობთ გია ყანჩელის სიმფონიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ბეატრიჩე ვენეცი და ლიანა ისაკაძეს მეგობრები მე ვიოლინე ესტონელი ანალიზა ბეზროდნი და ჩელისტი იანერი გუსტავსონი, რომელიც სიბელიუსის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო წლების განმავლობაში და ეხაც ხელმძღვანელობს რამდენიმე ძალიან ცნობილ ფესტივალს, ასევე ანალიზაც ესტონეთში კლასიკური მუსიკის ფესტივალის ხელმძღვანელია, მრავალი ჯილდოს მფლობელები არიან, ლიანასთან ბევრჯერ უთანამშრომლიათ და სპეციალურად საიუბილეოდ ჩამოვიდნენ ბრამსის ორმაგი კონცერტით ჩელოსა და ვიოლინოსთვის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ასევე შესრულდება სენსაციის მეორე დასკვნითი საღამო. როდის იხურება ხო ფესტივალი? 20 აგვისტოს გრიბოედოვის აგვისტოს თუ სექტემბერს? სექტემბერს. უკაცრავად 20 სექტემბერს გრიბოედოვის თეატრში ნელო სალცა უკვდავი მელოდიებით ენიო მორიკონე კინომუსიკა. აქ იქნება ჩვენთვის ყველასთვის უსაყვარლესი თემები დაწყებული ერთხელ ამერიკაში, მალენა, თეატრო პარადისო, კინომუსიკა და ასევე მაყურებელს ელოდება სიურპრიზი, ბოლოს რომელსაც მე არ განვახილ. რაღაც დარჩეს გაუმხელებელი. ესე იგი, თქვენი ჩამონათვალის მიხედვით, თითქმის ყველანაირი მუსიკალური ჟანრი არის ათვისებული, საოპერო, ტანგო, საყვირი შესრულება, საფორტეპიანო დუეტი, ექსპერიმენტები გვაქვს. ექსპერიმენტები, სიურპრიზები და ასე შემდეგ. ანუ გამოდის, რომ ყველა ტიპის მსმენელს შეუძლია თავისი თარიღი მოინიშნოს, ასე ვთქვათ, რომელ კონცერტს ამოარჩევს, თუ ვთქვათ, 7-ს ვერ დაესწრება. ანუ მთელ საზოგადოებას მოიცავთ. ესე გამოდის ლევანდელი პროგრამით. ძალიან ვცდილობთ. ძალიან კარგი. ანუ მხარდაჭერის შესახებაც ვთქვათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი მადლიერება გამოვთქვა, მადლობა გადაუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს, შემოქმედებით საქართველოს, თბილისის, ბათუმის, ბორჯომის მერიებს, იტალიის საელჩოს და ჩვენს პარტნიორს ნიჭიერთა აწლეთს. და რა თქმა უნდა, ჩვენ ერთგულ მსმენელს, რომელთაც გარეშე ეს ფესტივალი ვერ შედგებოდა. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ორივე პლატფორმაზე
ბილეთები ჯიზეც და ტიკეტ ჯიზეც. კი ბატონო. ესე იგი სრული ფაქტიურად ინფორმაცია მივიღეთ. ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, რომ საოცარი დღეები ელოდება ყველა კლასიკური